დღეს არის თეატრის დღე და მსახიობები და რეჟისორები ტრადიციულად ამ დღეს ხვდებიან ხოლმე თეატრში, არის ხოლმე სხვადასხვა სპექტაკლის პრემიერა, თუმცა წელს განსხვავებული მოცემულობა აქვთ. ახლა რეჟისორები და მსახიობები ემზადებიან იმისთვის, რომ იყოს საპროტესტო მსვლელობა, სოლიდარობის გამოსაცხადებელი მსვლელობა რეჟიმის იმ პატიმრებისთვის, რომლებიც ქართულმა ოცნებამ აიყვანა ტყვედ. ერთ-ერთი მათგანი არის ანდრო ჭიჭინაძე, მაგალითად, რომელიც ქართული ოცნების პოლიციამ დააკავა და ის ამ დრომდე არის საპატიმრო დაწესებულებაში. სწორედ ამიტომ დღეს მსახიობები გამოვლენ ქუჩაში ტირანიის წინააღმდეგ. ვასუ აბაშიძის ახალი თეატრიდან დაიწყება მსვლელობა რუსაველის გამზირისკენ ზუსტად 7 საათზე. მსახიობები და რეჟისორები შეიკრიბებიან სწორედ ამ ტერიტორიაზე და სიმბოლურად მსვლელობით სწავლენ რუსაველის გამზირისკენ. დღეს ყველას მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ განთავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, ვინც ისჯებიან სამაგალითოდ მხოლოდ იმის გამო, რომ დააფიქსირეს განსხვავებული პოზიცია და ეწინააღმდეგებიან ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. დღეს მარში თვითონ ეს სიტყვა ძალიან ლამაზია. არ უნდა ვიფიქროთ არაფერს სხვაზე, უბრალოდ ჩვენ პროფესიულ სიამაყეზე, იმიტომ რომ ძალიან ამაყი ვარ, რომ თეატრი პირველად ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მე რაც შევსწრები ვარ, ეროვნული თუ და მე ვთვლი, რომ ეს ეროვნული მოძრაობა რაც ახლა ხდება, ამის ავანგარდში დგას. არა სცენიდან, არამედ კონკრეტულად ქუჩაში. დღეს საინტერესოდ ხვდებით ამ დღესასწაულს, როდესაც იმ ბარიერს ვარღვევთ მსახიობს და მაყურებელს შორის, რაც თეატრში გვაქვს და ყველანი ერთად მივდივართ მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ. მარშის სათაურიდან გამომდინარე, აი ესე პირდაპირ ვუპირისპირდებით ტირანიას და გეშინოდეთ ჩვენი ტირანებო, იმიტომ რომ ჩვენ იმაზე დიდი ძალა ვართ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩამოვამხობთ ადრეთ უკვე ამ ტირანიას აუცილებლად ხელოვანი ადამიანები. ყოველთვის მაგას ვაკეთებთ საუკუნეების მანძილზე და იგივეს ვაგრძელებთ ახლა. 14 იანვარი ეს დღე ყოველთვის დღესასწაული იყო ქართულ სათეატრო სამყაროში, თუმცა დღეს ეს დღე აღინიშნება ქუჩაში, იქ სადაც დგას ქართული თეატრი, აღინიშნება მარშის სახით, რომელიც დაიწყება 7 საათზე ახალი თეატრიდან და მივა რუსთაველის გამზირზე მსვლელობით. მარშის სახელწოდება არის ქართული თეატრი ტირანიის წინააღმდეგ. ეს იყო სანდრო ახმეტელის სპექტაკლის ყაჩაღების ქვესათაური და რეალურად დღესაც იგივე მოცემულობაში ვართ, რომ ვებრძვით ტირანიას, რომელიც რუსეთიდან არის მართული. სანამ სიმბოლურია ეს სახელწოდებაც ამ მარშის. უკვე 48 დღეა, რაც ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. დღეს ზუსტად 7 საათიდან ვასო აბაშიძის თეატრიდან დაიწყება მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ, რაც შეეხება ხვალინდელ დღეს. ხვალ პროტესტის 59 დღეს იქნება საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა. ყველა სამსახურის კარი დაიკეტება და 3 საათიდან 6 საათამდე 3 საათის განმავლობაში ხალხი აჩვენებს უპრეცედენტო პროტესტს. გაიფიცებიან ყველა სამსახურის წარმომადგენლები, გაიფიცებიან მსახიობები, სარესტორნო ქსელის წარმომადგენლები, საბანკო სივრცის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ პროტესტის 52 დღეს საქართველოს მოქალაქეები აჩვენებენ უპრეცედენტო ერთობას, მოითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლებას და ასევე ხელახალ არჩევნებს. რაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვა ახალი ფორმა არის პროტესტის და მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესები გაერთიანდნენ, დაინახონ მათ თავიანთი ძალა და ასევე აი ამ გაფიცვით ვაჩვენოთ სოლიდარობა ჩვენს უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს, რომელთა გათავისუფლებაც ერთ-ერთი მოთხოვნაა და მეორე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის სამართლიანი ხელახალი არჩევნების ჩატარება. გაფიცვას მთლიანად შემოქმედებითი ინდუსტრია უერთდებით. გაფიცვა არის თანამშრომლების ფუნდამენტური უფლება და მათ შეუძლიათ ეს გამოიყენოს სხვადასხვა შემთხვევებში, იქნება ეს კონკრეტულად დასაქმებულის უფლებები, თქვათ, პირობები ან რაღაცა სხვა ნაწილი თუ არ მოწონთ, მაგრამ ამის გამოყენება შეიძლება, რა თქმა უნდა, ბევრი კომპანიის მიერ, როდესაც ზოგადად ქვეყნის მნიშვნელობის საკითხს ეხება საქმე და ესეთი ტიპის გამაფრთხილებელი გაფიცვა იქნება ზუსტად 15 იანვარს. რეალურად ეს არის პირველი მცდელობა კერძო სექტორის დაანახოს საკუთარი ძალა ხელისუფლებას. ჩვენ ვიფიცება დამსაქმებელიც და იფიცებიან დასაქმებულებიც და რეალურად ეს არის გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ გათავისუფლდეს ყველა რეჟიმის ტყვე და ჩვენ ამით გამოვხატავთ სოლიდარობას უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ და რა თქმა უნდა მეორე მოთხოვნა რჩება უცვლელი, ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა.
ტირანიის წინააღმდეგ მსახიობები და რეჟისორები ვასო აბაშიძის თეატრთან ზუსტად 7 საათზე შეიკრიბებიან. ამის შემდეგ დაანონსებულია მსვლელობა და ტრადიციულად პროტესტის მთავარი ადგილი იქნება საკანონმდებლო ორგანო, რაც შეეხება ხვალინდელ დღეს 3 საათიდან 6 საათამდე საყოველთაო დიდი გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაანონსებული.